დედამიწასთან სინათლის და სიყვარულის ენერგიის ურთიერთქმედება. მამა აბსოლუტის გზავნილი 17 თებერვალი 2020 წელი. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო და საყვარელო შვილებო. ამრიგად გავაგრძელოთ საუბარი დედამიწის ახალ ენერგიებთან ურთიერთქმედების შესახებ. უპირველეს ყოვლისა მე მსურს შეგახსენოთ, რომ მისი ენერგეტიკული სივრცე შეიცავს მისი ყველა მაცხოვრებლის ენერგიის ერთობას. ხოლო რადგან დედამიწას ენერგეტიკულმა ქაოსმა ახლა უკვე თავის პიკს მიაღწია იმისათვის, რომ გადარჩეს, მას არ დარჩა სხვა გარდა მძიმე ბალასტიდან განთავისუფლებისა, რომელიც მას ფსკერისკენ, სიკვდილისკენ ეკაჩებოდა. განთავისუფლების სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა უკვე დაჩქარებული ტემპით. ამაში მას ეხმარებიან ახალი მაღალი ვიბრაციული ენერგიები, რომლებიც წმენდენ, ანეიტრალებენ და წვავენ ჭუჭყიან დაბალ ვიბრაციულ ენერგიებს, რომლებიც წამლავენ ის ნატიფ სხეულებსა და ფიზიკურ სხეულს, რომელზედაც ადამიანებმა უკვე ყველა შესაძლო ხერხით იზალადეს. ახლა კი ჩვენ განვიხილავთ მის ყოველ ენერგიასთან ურთიერთქმედებას, რომლის შესახებაც ჩემს წინა გზავნილებში მოგიყევით. დავიწყოთ სინათლის და სიყვარულის ენერგიით, რომელიც ადამიანისათვის ამაღლებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. თუმცა თუ ადამიანის შემთხვევაში ის შეესაბამება მეოთხე ჩაკრას, დედამიწისათვის ის პირველი ჩაკრის ენერგია, რომელიც მისთვის ყველა მაცხოვრებლისათვის გაცემული სიყვარულის სადგურია. ადამიანისგან განსხვავებით, რომელსაც ეს ენერგია აძლევს შესაძლებლობას განთავისუფლდეს რეალობის დუალური აღქმისგან და შეიგრძნოს უპირობო სიყვარული, დედამიწა თავდაპირველადვე გრძნობდა და გრძნობს ასეთ სიყვარულს ყველას მიმართ. ახლა კი მის წინ რთული არჩევანია. მას უწევს გააკეთოს ყველაფერი იმათ გადასარჩენად, ვინც შეძლებს მას საერთოდ მეხუთე განზომილებაში გადასვლას და განთავისუფლდეს იმათგან, ვინც არ არის ამისათვის მზად. ამ სიტუაციაში კი მას ეხმარებიან სამყაროს სეციური ძალები. რადგან თავად დედამიწას არ შეუძლია განახორციელოს ბუნებრივი გადარჩევა გადარჩენილებსა და დახოცილებს შორის ბუნებრივი კატაკლიზმების დროს, რომლებიც ყოველდღურად იზრდება თქვენს პლანეტაზე, მის მაგივრად ამას სეციური ძალები აკეთებენ. სწორედ მათი ბეჯითი მუშაობა, რომელიც მოისაზრებს პლანეტის მოსახლეობის ვიბრაციების თვალყურს, ქმნის სასწაულებს ფიზიკურ დონეზე. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ როდესაც ადამიანები ერთ პირობებში ხვდებიან, ზოგი მათგანი იხოცება, ხოლო ზოგი გადარჩება ზოგჯერ ამოუცნობი გზითაც. ეს ხდება იმის წყალობით, რომ სინათლის და სიყვარულის ენერგია მრავალჯერ ზრდის თქვენი პლანეტის საკუთარ სიყვარულს. ეს ნებას აძლევს ნატიფ დონის არსებებს, რომლებიც არიან ანგელოზები, მთავარანგელოზები და თქვენი სულიერი მენტორები, დახმარება გაუწიონ გასაჭირში მყოფ ადამიანებს და თითქმის ფიზიკურად იურთიერთქმედონ მათთან. ამგვარად, თავად დედამიწის სიყვარულის ენერგია უერთდება ზეციდან წამოსულ სინათლისა და სიყვარულის ენერგიას, ის ხდება ერთგვარი უსაფრთხოების ბალიში იმათთვის, ვინც სულებიც მისწრაფიან ამაღლებისაკენ, მაგრამ ვინც უნებლიეთ მოხვდა ბუნებრივი კატაკლიზმის სახიფათო ზონაში. თუმცა ჩემო ძვირფასებო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავადაც გამოავლინოთ სულიერი სიძლიერე და არ ახვეთ პანიკასა და შიშს, თუ ოცრად მოხვდით თქვენთვის სასიცოცხლო სახიფათო სიტუაციაში. თქვენი რწმენა სასწაულებისა და ზეციური ძალების დახმარების მიმართ თამაშობს გადამწყვეტ როლს თქვენს გადარჩენაში. გახსოვდეთ, რომ ყველაზე რთულ და გაუთვალისწინებელ სიტუაციაშიც კი უნდა შეეცადოთ გამორთოთ თქვენი ადამიანური გონება და დაეყრდნოთ ინტუიციას და ზეციდან მოსულ მინიშნებებს. ხოლო იმისათვის, რომ ეს საჭირო დროს გამოგივიდეთ, თქვენ უნდა გამოიმუშაოთ ასეთი ჩვევა თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში უკვე ახლა. თქვენ უნდა დააწყოთ თქვენი ცნობიერება მესამე განზომილების და მეხუთე განზომილების ადამიანის ცნობიერებაზე. როცავთ ჩემო ძვირფასებო, მამა აბსოლუტი, რომელსაც განუზომოდ უყარხავთ, საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართა, თარგმნა წაიკითხა ბუჩი. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.